და აი ისიც მე მგონი მაყურებელი მიხვდა როდესაც თქვი რომ GDS-ის აღმოჩენა და ჩვენი არ ვიცი აი სამაყოზე სამაყო ნუცა ბუზალაძე რომელიც არ ვიცი რას აკეთებს ყველა პროექტში ბრდღნის და ითა ფურორებს ახდენს ნუცა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და მოგვეცი საშუალება რომ ცოტა დაგელაპარაკოთ GDS-ი არ იცი პროსტა შენც ხო კარგად იცი როგორ დაიწყო ყველაფერი რანაირად დაიწყო ამიტომ და მაყურებელსაც ინტერნეტი ენერგია ყველაფერთან ერთად რომ ფანტასტიკური ხასიათზე გაყენებთ. სწორი გადაწყვეტილება იყო რომ პირველივე ბლოგში გავდაყვება მთელი 2 საათის მანძილზე. ნუცა აბსოლუტურად მთელმა საქართველოს მიიხილა შენი ვიდეო, სადაც არ ვიცი რებს ახდენ, საოცრებებს ახდენ, მოდი დაიწყე. ხა საერთოდ რატო გიჩნდება სურვილი რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი დაიწყო, იმიტომ რომ ჯერ ესეთიც გამოგდის არაჩვეულებრივად შეგიძლია, ანუ მიდიხარ ბომბას მოახდენ და მოდიხარ. ეხა მითხარი როგორ გადაწყვიტე Voice-ი, სადაც 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მან. Voice-ი არის ყველაზე წარმატებული პროექტი თურქებთან, ამიტომ დაიწყე მოგვიყევი. გეტყვით, ესე იგი, ბავშვობიდან ყველა ინტერვიუში ვამბობ ხოლმე, რომ ბავშვობიდან ნახევრად თურქეთში ვარ გაზრდილი, იმიტომ რომ დეიდა ჩემი ცხოვრობს იქ უკვე 25 წელია, ოჯახთან ერთად, ჩემი დეიდაშვილი იქ სწავლობს. ამიტომაც ბავშვობიდან აი იქ დავდივარ, სკოლაში ჩამოდიოდი ხოლმე მარტო აქ. და მთელი ზაფხული თითქმის ვიყავი ხოლმე იქ 3 თვით 4 თვით მაგიტო ვიცი თურქულიც და გაგიადვილდა თურქული ეგრე კარგად არ ვიცი ხარო აი ესე ვილაპარაკო როგორც ახლა ვლაპარაკობ მაგრამ ანუ რისი თქმაც მჭირდება იმას ყველაფერს რა მიგუჩქარ თურქულად ოკულ დეფტერი მერაბა ნასუსუნეს არის გამარჯობა როგორ ხართ ვენი მისი ნუცა ვენ teşekkürler 18 yaşındayım ანუ ეს მას ნიშნავს დიდი მადლობა როგორ ხარ მაგრამ იცი რა არ მკითხეს რამდენი წლის ხარო და ძალიან მეწყინენ აი ეგ მოწოს ხოლმე რომ მე ხედე რამდენი წლის ხარო შენი ინიციატივით და 18-ის რო იქნები რას იზავ რო გეუბნებიან ხო ხოდა ეგ მოწოს და არ მკითხეს ძალიან გული დამწყდა ეხა იცი რა მე ეს არ არის სხვათა შორის თურქულად ის თქმას მინდა მაგრამ დაახლოებით შენს კარიერას რო ვინი ვიდი ვიცია ხო იცი მივედი აჰა ზუსტად ხო აი თურქეთი იმიტომ მინდოდა რომ სოციალურ ბავშვებიდან მინდოდა რომ თურქეთში რაღაცა გამეკეთებინა აი მუსიკის რაღაცით გავეცანი თურქეთს ხო იმიტომ რომ ძალიან მაგარი შოუ ბიზნესი აქვს ანუ ქართველებმა ესე კარგად არიციან მაგრამ თურქ მომღერლებს YouTube-ზე 100 მილიონობით 200 მილიონი ამდენი ნახვები აქვს და სულ კონცერტები აქვს ევროპაში და ძალიან ცნობილები არის არანაკლები არის იქითკენ რუსეთშიც სადაც შენ ვიყავი ახალტალღაზე სადაც მანაც დიდი ფურორები მოახდინე და დარწმუნებული ვარ ბევრი შემოთავაზება იქნებოდა აი რატომ არ მიიღე გადაწყვეტილება თქვენ ხო თურქეთი რატომ აინამენ მე არ მინდოდა რუსეთში რო წავსულიყავი არ ვიცი რატო არ მინდოდა მაგრამ რაღაც არ მქონდა სურვილი რა აი თურქეთი უფრო როგორ არის იცი ჩემთვის აი უფრო რაღაც მეორეს აი სახლივით არის იქ რო ჩავდივარ არ ვძნობ თავს აი თუ მეტესი გაზრდილი თუ ხარ ნახევრად ვიცი უკვე რა როგორ არის ხალხი ძალიან მიყვარს მე ვთვლი რომ თურქები გაცილებით ჯობიან რუსებს იმიტომ რომ ძალიან კარგი სერვისი აქვს ყველაფერში საერთოდ აი სადაც არ უნდა შეხვიდე თურქეთში არ არსებობს რომ აი თავზე გადაყვებენ აი ყველაფერს გაგიკეთებენ ეგეთი ხალხი არის და რაც აი ნიჭიერ ხალხს რაღაცა კარგი რაც არის ყველაფერი მოსწონ და ყველაფერს აფასებენ ეს არის მაგათი ძალიან კარგი თვისება და რა ვიცი მაგიტო გადავწყვეტე რომ პროექტში გამოვიდე საინტერესო თვითონ რუსეთში ანუ რა შემოთავაზებები იყო თუ შეგიძლია რომ გაგვანდო ეგ იცი რა ნუ ეხლა იქ უკვე ამ ახალტალღაზე რომ გამდიო ხოლმე ეს ისეთი პროექტია რომ თითქმის ყველა იქ რჩება ხოლმე მე რუსეთში რაღაც შემოთავაზებ რაღაცები და იქ მუშაობენ ხოლმე ან კომპანია რაღაცა კონტრაქტს აფორმებენ და რაღაცა ესე მუშაობენ უბრალოდ მუშაობენ რა ძალიან ბევრი მოკლე ეს რობერტოც მაგალითად წინა წელს ვის გაიმარჯვა იმას კონტრაქტი აქვს ხა არსთან აქვს კონტრაქტი და ისინი ამუშავებენ რაღაც კონცერტებზე გამოხავთ რაღაც აკეთებთ ესე მაგრამ აი მე მაგალითად შემომთავაზეს რომ ეს არის პესნია გოდა არის მაგათთან ესეთი დიდი ის არის ეგეც ძალიან მასშტაბური და რაღაცა სიმღერები გამოაქვთ ამ მომღერლებს ცნობილ მომღერლებს და იქ შემოგთავაზეთ ჩვენ კრუტოები მაგრამ რაღაცა აი ხო ხტები აი მე როგორი ადამიანი მე თუ არა ძალიან დიდი რაღაცა мотиваცია და მონდომება აი ძალიან თუ არ მინდა რაღაცა აი ზუსტად იცი რომ ეს აი ვიღაცამ რაღაცა გააკეთოს რაღაცა მე თუ არ
მომინდა. და შენ სულ ესე ხარ, ნოცა შენ ხარ მე შენ გაგიცანი ერთ-ერთში და თამამად შემიძლია თქვა რომ შენ იყავი ერთ-ერთი საუკეთესოზე საუკეთესო იმიტომაც გაიმარჯვა რადგან ხედავთ ახლა თურქული ვოისის კადრებში ფინალში გავედი ფინალში გახვედი აი მოდი ახლა ისე ვოის რო დაუბრუნდეთ იმ შემთხვევაში თუ შენ გაიმარჯვებ ვოის ესე იგი იმას ნიშნავს რომ შენ უნდა აიბარგო და წახვიდე და თურქეთში უნდა იმოღვაწეო ხო ამას ნიშნავს და ეს ძალიან კაია სხვა შორის ანუ პროექტში რომ გამოდიარ ახლა მე ისაც ეხლაც ესე ვამბობ რომ თუ არ გავიმარჯვე ან ვერ გავიმარჯვე აუცილებლად რაღაცას თუ შემოთავაზება არ იქნება მე მოვძებნი რაღაცას რომ სადმე რაღაცა მოგეთ ხელსარილი არ წამო არ არსებობს იმიტომ რომ თურქეთი მართლა ძალიან მაგარი ქვეყანა ამ შოუ-ბიზნესში და ძალიან გამიხარდება თუ იგივე ჩემი იმიტომ რომ და პლუს რატო არის თურქეთი კაი ძალიან ახლოს არის საქართველოსთან გადადი გადმოდი როცა გინდა გადადი დაბადების დღეზე ჩამოდი ნახე წადი უკან საქმე გაქვს იცი რა მაინტერესებს ნუცა შენი შანსები რომ შევაფასოთ ზოგადად კონკურსებში შენი შანსები ისე ფასდება რომ სხვას არ უტოვებ მონაწილეობის აზრი აღარ აქვს მაგრამ აქ მაინც სტუმარი ხარ ხო მიუხედავად იმისა რომ იქ ძალიან დიდი დრო გაქვს თურქეთში გატარებული შეიძლება მაინც გიყურებენ როგორც ქართულ კონკურსს კი ეგრე მიყურებენ სხვა შეიძლება განიცნობდნენ როგორ რაღაც ხო შევიდი სარეპეტიციაში ძალიან სასაცილო იყო თან ამ გაჩეჩილით მე ვით ხა თან ის დაფერილი ვიყავი რა ცოტა ესეთი ზანგი მეგონა აი რაღაც ჩამოდი რომ გურჯის კამამას არის არჯეროდა და გურჯისთან რაღაც და მე რა დავდექის ახლა ყველა ხო აინტერესებდათ როგორ მღეროდი რა ესე გამოიყურება რაღაცა ოკაი აბა როგორ მღერის ახლა ყველა საინტერესებდა ერთი 60 მონაწილე ზის მაშინ არის ერთი სულმა ქოდის ვიმღერებ დამიძახეს და ისეთი მაგარი ზობა იყო რომ დავამთავრე სიმღერა ეს მონაწილეები წამოფრინდნენ და ახლა ძალიან კაი იყო ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე სიმღერა როგორ შეარჩია სიმღერა როგორ შევარჩია იცით როგორ ხდება იქ ანუ 6 სიმღერას წერს ყველა მონაწილე ფრენდსთან რეპეტიციას გადიხარ მარტო ერთხელ იმიტომ რომ ძალიან ბევრი მონაწილეა იქ ერთხელ თუ კიდე არის საჭირო მეორეჯერაც გაგატარებენ მაგრამ ანუ როგორ არის 6 სიმღერას ჩამოწერ ვოკალისტები ყავთ 5 და ისინი მოგირჩევენ მე სიმღერას რომელიც თვითონ და მეილზე გიგზავნიან დაჭრილ ფორმატს ანუ როგორ სიმღერებს შენ ეს დაჭრილი ფორმატი გამომიგზავნეთ მე დილის 3 საათზე რომ ნახე მეილზე დილის 3 საათზე ავდექი შევედი მე რატო ყავი შევედი საჭირო ოთახში ჩავიკეტე და ზუსტად 2 საათი რეპეტიციული ამ სიმღერას ზუსტად 2 საათის არ თურქული ტური თუ არის არის როგორ არის თურქული ტური კი არ არის უკვე მეორე ტური რაც მექნება აუცილებლად თურქული უნდა ვიყო ხო და მე მგონი აპირებ ხო შენ ესეთი გოგო ხარ აპირებ იქ ხა თურქული თუ არის მღერე აბა სხვანაირად არ გამოვა უბრალოდ არ გამოვა ერთი თუ ფონეტიკა იოლია შენთვის თურქული ეს შეყლარა არა თუ შეყლარ უფრო იოლია ვიდრე მაგათი ისინი რაღაც მელიზმები აქვს სიმღერის მელიზმები აქვს საოცარი მელიზმები ძალიან რთული მელიზმები პოპ სიმღერებში პოპ სიმღერებში არა მაგრამ ძალიან უყვართ მაგათ თავისი აი ტრადიციული სიმღერები რა აი როგორც იწყება ხოლმე ვინმე კონკურსანტის სიმღერის აი დარბაზი შენ თუ გინდა როგორც თავი შეაყვარო მოგიწევს ერთ-ერთი სიმღერა რა მგონი ხა ქართულს გაუჭირდეს იმიტომ რომ ჩვენთანაც არის მელიზმატიკა ქართულ ხალხურში რა თქმა უნდა მაგაში გეტამა იმათ მაინც რაღაცა სპეციფიური თავიანთი აქვს და შენ გექნება რაღაც აი რომ აი ამებს აი სადღაც მიდიან ხოლმე ზემოთ რო ადიან ხოლმე რაღაც ძარტლი მაგრამ ეხა რო უსმენ სულ უსმენ უკვე გიჩდება ნელ-ნელა ხო გამახსოვრდება რამდენი სიმღერა არის ახლა რაც ვისწავლე და სხვა შორის კარგად გავიჯდა ანუ ამზადებს სიურპრიზს უკეთებს შენ მენტორს სერიოზულად ეხლა მითხარი ორი სიტყვით შენ მენტორის შესახებ ჰადისი რომელიც ძალიან წარმატებული მომღერალი არის რომელმაც ბელგიაში დაიწყო სხვათა შორის ბელგიელი არის ვიცი როგორ არ ვიცი მე ყველაფერი ვიცი აბა რატო მაინდა აჰა კი ბატონო ესე იგი ჰადისე არის ძალიან მაგარი, აი სუპერსტარი არის მართლა დიო არის თურქეთის რა, იმიტომ რომ არ არსებობს თურქეთში ადამიანი, ვისაც არ უყვარს ჰადისე, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აქვს ჰადისეს ალბომი, ყველა ყიდულობს ალბომებს და სუ კონცერტები აქვს ამ გოგოს და სუ ტელევიზიაშია და მოკლედ თელ თურქეთი გიждდება. თვითონ არის ძალიან კაი ადამიანია. გაიგე ყველაფერთან ერთად ეს ძალიან ყველაზე მთავარია. ისეთი კაი რაღაცები მითხრა ეხა, ანუ ქართველებმა კარგად ვერ გაიგეს თურქულად
რაღაცები თქვა. ამიტომ ქართველები წერდნენ რომ გადაგვითარგმნეთ. ხო და გადაგვითარგმნეთ. გადაგითარგმნით, ესე იგი, მე სხვა შორის რომ დავამთავრე სიმღერა, არ მახსოვდა რეები მითხრეს. ისეთი აჟიტირებული ვიყავ, იქიდან რომ გამოვიდი. მეკითხება დეიდა ჩემი ახლა მირეკავს რა ხდება რა? არაფერი არ მახსოვდა საერთოდ. მე სანამ ეთერში არ გავა, ვერაფერს ვერ გეტყვი. არაფერი არ მახსოვდა. მე გადაახვია, მოусმინე და ხო, ჰადისე მითხრა რომ რაღაც ჩემი თავი დავინახე შენში. ჩემი ისინი ქონდა რაღაცა და მე მურატმა უთხრა რომ ისა რა ქვია. ხო, აი ხა მეც ხედავ სცენაზე. ხო არ იმღერებდითო ერთადო და რა ვქნა, სიმოც უნდა გითხრა, ბევრად მომწონს მე ჩემი ნუცა ჰადის მირჩევნი. ინტერნეტში რას წერდნენ? ისა რა ქვია, ნუცამო თურქები წერდნენ. ბევრად კარგი. რა თქმა უნდა. მე ხა ეს აზიაზე. ხო და არიქა რაღაცა აი აი შეგვიძლია ესეთ კომენტარებს წერთ. არა ჩვეულებრივი. ყველაზე სასწაულო იყო რომ სიმღერა არ ვაცადე, არ გავჩვენდი არც ერთ ნაწილში. აი გოგო ხარ ეგ დავინახე და მე მიდი ნუცა. ცოტა ინანა მგონი რომ აგარჩია. მე აღარ გავჩვენდი. ეს იყო სრული იმპროვიზაცია და არაფერი არ იყო. არანაირად არაფერი არ იყო დადგმული, საერთოდ. მაგრამ აი ხა როგორი სპეციფიური ხმა თვითონ ჰადის. ეს არ მღერის თუ ეგეთ თურქულ სიმღერას. ეს მღერის სულ პოპს. არასდროს არ მღერია თურქული აი ესეთ სიმღერა ჩვენ რო ვიცი. ეთყობა მაინც ის ბელგიური გავლენა. მაინც იქ ცხოვრობდა. და შენ სტამბოლში ცხოვრობ, იქ მე ჩემი დეიდაშვილი და ბიძა სტამბოლში ცხოვრობენ. მაგრამ მამაზი ქალაქია. ძალიან მამაზი ქალაქია, ძალიან, მაგრამ სულ საცოლი. სერეცეზით რომ მიდიოდი ხოლმე 2 საათი გზაში, ანუ დეიდა ჩემი აზიის მხარეს ცხოვრობს და ეს სტუდია სადაც ხო, აი ევროპის მხარეს არის. და სანამ აზიაში გადახვალ, ნუ საღამოდაა 5 საათი კიდე მანქანით რო წახდა. ყველაზე კაი არის გემით გადახვიდე. ყველაზე კაი ვარიანტია, უფრო მალე იმას იზავ და სარეპეტიციაში რომ მიდიოდი ხოლმე 2 საათი მჭირდებოდა სანამ გზაში საჭესთან იყიდებდი და იყერებდი. აზიის მხარე და განსხვავდება. აზიის მხარე უფრო სუფთა არის და ევროპის მხარე უფრო ევროპის არის და უფრო ნუცა. ესე იგი ყველა ახსოვხარ ძალიან კარგად ერთ-ერთშიც და მაინტერესებს აი რა გამოცდილება მოგცა ერთ-ერთში მაინც პირველი პროექტი იყო შენთვის და ძალიან კარგად გაართვი თავი ამ ძალიან რთულ დავალებებს ყველა ძალიან კარგად მოიგე ნუ ეს საოცრება იყო ტინა ტერნერი იყო მართლა ლიდერი იყო შენ პერფორმანსებში კი ყველაზე მეტი ხო ამ დროს ავიღე ნუ ერთ-ერთში მე ეხა დღემდე ამას ვამბობ რომ ვთქვათ ერთ-ერთში და ბერა სტუდია რო არ ყოფილიყო ესეთ ადრეულ ასაკში დარწმუნებული ვარ რომ ის წარმატება რასაც მე მივახცია და ის გამოცება არ მექნებოდა უბრალოდ იმიტომ რომ ამის გარეშე წარმოუდგენელი ანუ თუ არის შრომე და თუ არ ქონდა ის გამოცდილება რაც სცენა სჭირდება მაინც ის ანუ ხვდები თავდაჯერებული რო ხარ ვეღარ იქნები ეს თუ არა გამოვიდა მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ადრეულ ასაკში მომიწია ამ პროცესის გაკეთება და ის ზუსტად ამ დროს ვარ 16 წლის და ბერა სტუდიაში რომ მივედი ვიყავი 14 წლის აი ყველაზე სწორი რამ გააკეთე ამერიკელი მასწავლებელები ხო ქორეოგრაფი ამერიკელი ყავდა ვოკალისტი რამდენს ნიშნავს და თან კიდე ინგლისურიც ძალიან კარგად ვისწავლე ყველაფერი სწორია როცა ამბობენ რომ ნიჭის გარდა მთავარია სწორ დროს მოხდეს სწორად და შენ შემთხვევაში ეს და იცოდე როგორ იმუშაო საკუთარ თავზე რა გჭირდება შენ თუ ეს ზუსტად იცი ანუ ყველაზე მაგარი პროექტი რაზეც იმუშავებ არის შენი თავი ზუსტად იცი შენ რა გჭირდება შენ რაზე გჭირდება მუშაობა და ეს მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვება რომ მე ვიცი რა მჭირდება რომ რაღაცა თქვა წარმატებას მივახციო შენ ზუსტად ყველაფერი გაქვს სწორად გათვლილი და ეხლა მაინტერესებს ერთი ბოლო კითხვაც აპირებ თუ არა რამე კიდე სხვა პროექტში როდესაც voice მიხედა აქ გაიმარჯვებს მე ის შემდეგაც სავარაუდოდ და ესე არ თქვა ხა ესე მე ვერ ვიტყვი ამას რომ ეხლა დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ როგორი კონკურსანტები არის ძალიან ძლიერი ძალიან ძლიერი კი როდის ვსწავდება ეს თვითონის პროექტი სამთვეში მოკლედ 3 თვის მერე შენ მოდიხარ ჩვენთან სულად გამარჯვებული გახსოვს სანამ ბიურმალში წავიდოდი იქამდე კი და მე გითხარი აჯინოცი და ეგრე დაბრუნდი ზუსტად ეგრე დაბრუნდები დარწმუნებული ვარ და შენ ხო იცი რომ აქედან არ გაგიშვებთ ისე რომ არ გამღეროთ ნუ რა თქმა უნდა ხა არ არსებობს ისეთ კარგ ხასიათზე დაგვაყენე რომ სიმღერით უნდა
ერთად აუცილებლად მე გიმღერებ joyful. გისმენთ, ჩემი საყვარელი კომპოზიცია არის. joyful იქნება შენი სტუმრობა ჩვენთან. That you was the only way to go. So I had to do and I come to an understanding. And I'm down with the kids, so no one commenting. Yeah, you tell me who you're down with to see. Cause all I know is that I'm down with G.O.D. You down with G.O.D. Hey, you know me. You down with G.O.D. Hey, you know me. You down with G.O.D. Hey, you know me. You down with G.O.D. Now everybody, by the way, what have you done for him lately? He watches over everything, so we see. Glory, Lord of love. Hearts on fire, yeah, me is the Son of God. May the clouds of sin and sadness drive them down. აი თავია ენერგეტიკა, რომელიც აქ ადამიანს გარდა ვოკალური შესაძლებლობების, იმიტომ რომ მარტო ვოკალური მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გააგიჟო დარბაზი და მაყურებელი. მე დარწმუნებული ვარ, ნუცე შენ ღარ ის ადამიანი, რომელიც კიდევ არ ვიცი, აი რამხელა წარმატება გაქვს, აი ძალიან ჯერამე შენში. საოცარი ძალა გაქვს და ძალიან დიდ წარმატებას გისურვ. GDS-ის შუადღის მთელი შემოქმედებითი სახელით იმედია, რომ დაანგრევ ყველაფერს და გამარჯვებული ჩამოყოლ ჩვენთან. ჩვენ დროებით შევისუნებ დაბრუნდებით ცოტა ხანში. დროებით.